რუსთაველზე რა მაგარი ამბები ხდება ღმერთო რა სასიამოვნო სანახაობა სუფრა წარმოიდგინეთ სუფრა იმ მხოლოდ საქართველოში შეიძლება პროტესტი იყოს ისეთი ლამაზი ბრავო ხალხო გილოცავთ ახალ წელს თქვენთან ვარ მთელი გულით ისა ხალხო ევროპელებს უნდა უნდოდეთ რომ შემოგვიერთდნენ ჩვენ ეგეთი ლამაზი ეგეთი დახვეწილი პროტესტი ესეთი ქვეყანა რომელიც აი ესე იბრძვის იმისთვის რომ გახდეს ევროპის ნაწილი ევროპას არ ყავს არ ვიცი 2025 წელს მე მგონი გვეკუთვნის აუცილებლად რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი და რაც თავია გაუმართლოს ევროპას რომ გახდეს ჩვენი ნაწილი იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის განსაკუთრებულად ნიჭიერი მაგარი არ ვიცი იმიტომ არა რომ მე ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო იმიტომ რომ მართლა გამორჩეულად ყოჩაღიერი ვარ და გვეკუთვნის რა გვინდა რა ეს ერთი ვარსკვლავი ცისფერ დროშაზე აუცილებლად გვინდა გაიმარჯვა ხმელეთ ზურმუხტმა ძალიან დიდი მადლობა ეხა გაცინებთ ეს არის ჩემი გოზინაყი ეს არის ბენის გოზინაყი ეს არის ბენი გაიცანით ზერი ხმალე აუ მე მგონი ძალიან კარგი არჩევანია მართალია დიდად არ ვაკეთებთ მაგრამ რაღაცა გველური ფერი მინდოდა წინ კიდე ძველი ახალწელია შეიძლება მე რამე გავაკეთოთ მაგრამ ეხლა ესე კაია გოზინაყი Mine doesn't have enough. I don't. The honey that you use tastes better. Same honey. No, this one was the raw honey. მოკლედ, თვალზე მე მგონი ძალიანაც გამართლა. როგორც ხვდებით, წამწამს აღარ ვიგრძელებ, იმიტომ რომ გიჟი უნდა იყო და იგრძელო, რაც ეს თითუში გაქვს. აი ესე გამოიყურება ხმელეთ ზურმუხტი, რომელიც ხო შეგიძლიათ რომ ნახოთ არ გადადის. და ტუჩს ემისვია ტატუ, იმიტომ რომ ჰოროსკოპმა ასე თქვა, რომ ტყუპებმა ტატუ უნდა წაისვათო. ტატუ მისვია ტუჩსა და გლოსი ზემოდან, ჩვენივე რა თქმა უნდა. აი ასე. ისე გამოვიპრანჭე, გეგონება იმართ ისე მომწონს. ეს არის ხოჩის თვალის ჩრდილი და მეწავისვი ლაინერად თავისივე ფუნჯით. ხო და ისე ვარ გამოპრანჭული, გეგონება ის სადმე ვარ. სადმე არ სადაც არ ვარ. სახში ვარ, მაგრამ გულს უხარია. წითელი ტრუსიკი უნდა ჩაიცვათ, რაც თავარია და ჩაიფიქროთ სურვილი, რა თქმა უნდა, სურვილს ახლავე დავწერ. მე თავნაცადზე დავწვავ და რას გიყვებით საქართველოს ყვიყვა ახალწელი. ძველი ახალწელი ხომ მოდის?